ხო, მეგობრებო, ჩანგე ლაგუნგე თემა არის ლანგუაგე. სერიოზული, როგორც გუშინ თქვით, დაგვასმინეს სრუდასმენა განახორციელეს როგორც ყოველთვის, მაგრამ აქ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეხლა უნდა მოვისმინოთ ბუღაძის ინგლისური. მოემზადეთ ბავშვები და ორსული ქალები მოაშორეთ 2000 ხო და დაუნვიდიქტეიტე კალიბრი გააძა. არა, დაუნვიდიქტეიტე ბევრად მაგარი იყო, პერფორმატიული იყო, უფრო და ეს 2000 გავუშვით. Attacked Georgia in 2008. In 2014 Putin attacked Ukraine, annexed Crimea, and again he got away with it. Language changing შინაგ ვეძებთ ლოაცკუპე ლანგუგე ფაილ ამას ვაჭერ აი მეგობრებო просто ეს ბავშვი ბევრად საყვარელი არის რა თქმა უნდა მეგობრებო რა შეიძლება თქვა მე განსდა მაკრო ყველა ევროდებილი ლიბერალი ინგლისურს კარგად ფლობს რა უნდა იმართა კაცო რა უნდა მოვიდეს აგერ ჩვენებთან ქართველებთან რუსული დარწმუნებულად გაცილებით კარგად იცის ამ ინგლისურზე მე დამიწე ეს მე დავდე რა რომ მეთქი რანაირი აგენტები ესენი არიან შეჩვენებულებმა არც ინგლისურიც არაფერი უბრალოდ გამონათლებელები თქო და ვიღაცამ დამიწერა ძალიან კაი კომენტარი რომ ალბათ ქართულად უწერია ეს ყველაფერი და ქართულად კითხო ბესელიას რო ეწერა პირდაპირ 2000 რა ქართული ასოები თავარი არის რისთვის ჩავიდნენ და რა შედეგი მიიღეს ამ ტიპები ჩავიდნენ რომ ცრუდანოსები დაეწერათ იქ რომლის საფუძველზეც მე ამ რეზოლუციას უნდა ქონოდა არგუმენტი რომ ამის გამო ქართული ხალხის სახელით ბიჭო იყო ჩასული ეს და ლომჯარია გიგაური და ის ყორშია ყორშია და კაროჩე ამათ მე ნუ იტირეს და იბაზრეს რაღაცეები და ამ რეზოლუციის სახელით იყო რეზოლუციაში საბოლოოდ რა ჩაიწერა ბიჭო რომ სააგაშვილი არის პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ გასათავისუფლებელი არის ციხეში ზის ხო? ხო აბა ხო დაიწერა რომ არჩევნები გაყავდეს ხელახლა დაიწერა რომ დემოკრატიას აქვს საშინელი უკუსვლა და ბიჭო ყველაზე მაგარი რაც დაიწერა რომ ესენი ხო მოგვისმენია მანამდე ყველა ამ სამართლო რეზოლუციაში რასაც იღებდნენ ყველაზე მაგარი იყო რომ თურმე ნაცების რეჟიმს როცა რეჟიმი იყვნენ ხელისუფლებაში ქონია უდიდესი წვლილი შეტანილი ევროინტეგრაციის საკითხებში და აქ ქართულოცნებას არა ქართულოცნებას არა რა ძმაო რაზეა ბაზარი ხო უნდა მივაწყებოთ მაქსიმალიტი არის არა ამაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია თუ რა ფასი აქვს ამ რეზოლუციებს იმიტომ რომ ნუ წინაზე ვნახეთ რომ ერთ-ერთი ყველაზე ფსკერი და დაბალ ორგანიზებული ინსტიტუტია იმიტომ რომ ასე მარტივად მოსყიდვა მე მეეჭვება რომელიმე ჩვენი მეზობელი ქვეყნის ან აი პარლამენტში შეძლო ძალიან მარტივად ისინი მე მგონი დეკლარაციასაც არ აუწევენ და შესაბამისად ვაფშე ყველაფერზე შეგიძლია რა ხელი მოაწერინო რა ეხლა რო დაწერ კეზერაშვილზე რო მედია პერსონა რომელიც იდევნება მიშა სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი და არჩევნები გაყალბდა და ამ ყველაფერს რო ბექა ყურშიას და ლაშა ბუღაძის და იმით არგუმენტით ამ წყარო და ამას ასახელებ, ნუ ვაფშე, ესე იგი ხო ხვდებით რისი გამომხატველია ეს ინსტიტუტი. ასევე რაც შეეხება იმას, რა ქვია, თურმე რომ ეს ვიზა ლიბერალიზაცია და ევროინტეგრაციის პროცესები თურმე ნაცების პერიოდში ყოფილა. მე მახსოვს თვითონ მიშაც ამაყობდა იმით, რომ დავით აღმაშენებელიც და ილია ჭავჭავაძეც ლიბერტარიანელები იყვნენ და მეც ლიბერტარიანელი ვარო, კახაბენ დუხიძე და ესე ამბობდნენ რომ ევროპელები არიან დებილი სოციალისტები, იქ იყო შეზღუდვებია ბევრი. ევროინტეგრაციის სააგენტო თუ სამინისტრო არსებობდა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მათ შორის დარჩიაშვილი, რომელიც იყო ალბათ იშვიათად ყველაზე ევროსკეპტიკი, ანუ ევროპას თვლიდნენ საბჭოთა კავშირად. ამათ ევასებოდა ტეხასელი რედნეკები ხო ტეხასელი რედნეკები და სინგაპური ნუ ისიც რაღაცა ძალიან მაგარია სინგაპურის ნახე სინგაპურიზაცია იყო საერთოდ მე სულ იმას ვამბობდი რომ აი რაღაცას ბაძავდით მაგ პერიოდში სამყაროს იმ სოფლიოს რომელიც ორიგინალიც არ არსებობდა ესე იგი საბჭოთა კავშირში სადაც ჩაკეტილი იყო საზღვრები მაინც მაშინ უფრო მეტი ვიცოდით გარე სამყაროზე ვიდრე ნაცების დროს რომლებმაც თვითკოლონიზაცია მოახდინეს საქართველოში ამბობდნენ რომ ამერიკა არის უკიდურესი თავისუფლება სინგაპური არის დერეგულაცია არა და პირიქით არის ევროპა არის თავისუფლება არა და შეზღუდვებია მარტო და რეგულაცია მოკლედ რა კარგი ეხლა ჩვენ უნდა გავუშვათ მეგობრებო პროტესტის სული და გული დაპატა დუპატა რომელიც პატა მიპატა დაპატა მოგესალმებით ბატონებო დღეს არის 199 დღე
ივნისი რუსთაველი როგორც ყოველთვის გადაკეტილია და არის ძალიან კარგი ატმოსფერო. ხდება ეს აქცია. აი ხა შეხედა და აი წინკებს. ის იგრები არის. ეს თვით ვიყო ძოლის ხასიათზე არაფერი. ძალიან პოპულარული არის ძალიან პოპულარული არის ძალიან სერიალები ზომბებზე და ბევრი მოდიფიკაციით გამოდის კომედიებიც კი არის ზომბი კომედიები ნუ საშინელებათა ფილმები გასაგებია და ზომბების ფილმების ერთ-ერთი მთავარი ასე ვთქვათ ატრიბუტი ყველა ფილმში არის, როცა მასობრივად ქუჩაში მოდიან ზომბები. ხო, ეხლა დაამატეს კიდე ისეთი ზომბები, რომელსაც ოდნავ მაინც შერჩენილი აქვს აზროვნება. არის ნამუსი და აზროვნება. არის ეგეთი სერიალებში Warm Bodies ეგეთი ფილმებსაც ზომბს უყარდება გოგო. ხო და ზოგადად მე მინდა თქვა რომ აი სულ უფრო და უფრო საქართველოში რომ დასჭირდეს ვინმეს ამ ნატურას პირდაპირ ყოველგვარი გრიმის გარეშე ნახავს, იმიტომ რომ ეს მოტივი, აი გველს ფაკირი ხო გველი ამოყავს რაღაც მოტივებით, ხო? აი ეს მოტივი და დები? უკვე რაღაცა ზაზობ დასრულე. არა, აბა როგორ არის? მოდის. მაიცა მუსიკალად რო თქვა. ხალხშია. აი შენ კარგად სმენა კარგად. როგორ არის? ძალა ერთო ბაშია. დასრულე ცეცხლი ოლი გარქიას. აი ეს მონახაზი ბანალდა შეუვარდეს მე რა ბანი მიცეს მაგ იმაში რა ქვია ამ კაკაფონიაში პირველი ფრაზა რაც მოხდა ყურში იმიტომ რომ წინებზე არ მქონდა მოსმენელი გააშუქეთ სიმართლეო და მაგაზე მინდა ტევაპირვალს აი დღევანდე მარტო დღევანდე მაგალის მოვიყვან ყველაფერი რო გვერდით გადავწყვეტ ხადა რო არ დავწყვეტ იმის ჩამოთვლაზე რა მავნებლობები უკეთებიათ დღევანდე მაგალის მოვიყვან დღეს 2000-ზე მეტ დევნილს სახელმწიფო გადასცა საცხოვრებელი ფილმს. ხო და უყურე. ანუ არის ცალსახად პოზიტიური, ანუ ისეთი ინფორმაცია, რომელიც ნეგატივი არ აქვს. ყველა პონჩი როგორი მედიაც არ უნდა იყოს, თუნდაც რიჩის გამო უნდა დადო, იმიტომ რომ არის ისეთი პოზიტიური ინფორმაცია, რომ ყველას გაუხარდება არა ადამიანი თუ არა, რომ 2000-ზე მეტ იზოლებით გადაადგილებულ ოჯახს აძლევენ საცხოვრებელ ბინას. არც ერთ ოპოზიციურ ტელევიზიაში, არც ერთ ოპოზიციურ მედიაში, მათ შორის იმ ონლაინ მედიებში, რომლებსაც უცხოური გრანტები აქვთ. და არც ერთ იმაში რა ქვია, მით უმეტეს ვინმეს Facebook პოსტში ან რაიმე მსგავსში. არ გასულა არანაირი კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით. და ეს ხალხი ამბობს, რომ გააშუქეთ სიმართლე. ისიც კი არ თქვენ, რომ რატომ 2000 და არა 20? ესეც ხო შეიძლება. ხო, ანუ რაღაც ნოდარა მელაძეს გაეკეთებინა, რომ 2000-ზე მეტ ოჯახს გადასცეს და არავინ იცის ეს ბინები როდის დაინგრევა. აი რაღაც ეგეთი მაინც გაეკეთებინა. ეს ხომ ზღვაში წვეთია. ხო, რაღაც მაგასაც აქვს სხვათაშორის მუსიკალური მონახაზი მელაძის რიტორიკაში შეიმჩნევა. ხო? რაღაცა დაამხეთეს, რაღაც საერთო აქვს. არა, ვარ პირველ ეგ არ გახსოვს მაგის მონოლოგები, ფეხებს რო იღებდნენ ცალკედ რაღაცა მუსიკა სულ, დრამატული მუსიკაც, მამაღალი. როგორ არის? როდის მივა? ეს მინდა რომ ბლოყინებს. ია ლაპარაკობს იმენა. მეგობრებო, აი გაუშვათ ნინო ჯანგილაშვილი, კიდევ ჯენგო. დავით კიკალიშვილის ტელეწამყვანი. ალბათ, არ ვიცი, აბა გაუშვი ჟურნალისტი. მე ეგ გავუშვათ რა, დავით. ესე ვერ შეუცვლი დნმ-ს, ახლა კობახიძემ რაც არ უნდა თავი გაიგიჟოს, დნმ-ს ვერ შეგვიცვლის. ვერ შეგვიცვლის იმას, ჩვენ როდესაც ვიბრძოდით დასავლეთის ვიბრძოდით დემოკრატიის სხვათა შორის კობახიძეს მართლა არ შეუძლია შენი დნმ-ის შეცვლა. და არავის და ამის დნმ-ი რო აიღო და მიკროსკოპის ქვეშ ნახო, ნაცის დნმ-ი. მე ხარ მინდა ქსენოფობიაში ჩამოთვალ. იგივე დნმ-ი იქნება დაახლოებით, მაგრამ თუ უფრო ღრმა მიკროსკოპს ავიღებ, ქრომოსომების დონეზე რაღაცა პრობლემა იქნება, მე მგონი რა. რამდენიმე ქრომოსომი ან მეტი იქნება, ნაკლები ნაცების ქრომოსომები. აი, კონკრეტულად რა, ეგეთი განცდა მაქვს, აი ეს ნაც ლიბერ დებილების ქრომოსომები რა. რა თქმა უნდა. და თუ კარგადაც თავის ქალებს გავზოყო ბოდიში კაცი. კაი, დავით კიკალიშვილი.
ქართული საზოგადოებისათვის უნდა იყოს წითელი ხაზი. იმიტომ რომ როგორც არ უნდა მოგწონდეს თუ არ მოგწონდეს, შენ მედია მთავარია რომ შენ განსხვავებული აზრი მოისმინო სატელევიზიო თუ რადიო ეთერით. ამის გარეშე შეუძლებელია თავისუფლება და მგონია რომ ხალხო გააჩერეთ ეს რაზე საუბრობთ გუში რაზე ვიყავი 2012 წელს იმ ზამნიშოვანი ეთერში კი როგორ არ მახსოვს კაცო მთელი მედია რო შეკრებილი იყო ეს რო გამოვიდა და რო დაიწყო რომ აი რაღაც კაია ეს სვლილება და რაღაცეები და შენ რო ჩააფრინდი ეგრევე რომ ამათ მოვეხავ იმიტომ შეიცვალეს უზნეო რომ წააგესო თუ რა აბა მოგებული ყოფილიყო დედას მე სამიქნებოდი დღეს სოციალი არ იქნებოდი მე და ხასა მოიგებდა ტიპები გამოვიდნენ ჯიგრულად რა ვითომ არაფერი არ არის რა აი ვითომ იმენა რეჟიმს და ჩვენს ვებრძოდით მაო მე თქვა შენ თქვენ ვინახარ ბიჭო თქვენ სულელები რო წააგეთ მაგიტო ხარ ესეთი კეთილები თორე სად ვიქნებოდი დღეს რომ წაგვეგოთ ხალხს აგერ ზუსტად მე მაგალითად დატურაშვილი განსაკუთრებით რატომ აგზიანებს ისი კიკალიშვილია არა ტურაშვილზე ვამბობ კაცმა მარტო მაშინ ამოიღო ხმა როცა გაუშვეს ციხის კადრები და ის რაღაცა ფსევდო ემოციური ტირადა რო დადგა რომ ვითომ დედა შეეგინა შემთხვევით ისეთი აღელვებული იყო და ვერ მოიწმინა რა იგივე გააკეთა მერე კაცო ზუსტად იგივე გააკეთა ცნობილი გვარამია გაუშვა თუ არ გაუშვა ნიკუტა გაუშვა ნიკუტა რაზე ბაზრობს გააჩნია ნუ იგინება რა ვიცი რაც უარესი მით უკეთესი ის არის ახლა ჩვენი ბრძოლის რეცეპტი ოცნების წინააღმდეგ რაც უარეს იზავენ მით უფრო ავნებენ თავის თავს და თვითმკვლელობა პოლიტიკური როგორც ღარიბაშვილი იძახდა ოღონდ სხვა თვითმკვლელობაზე სისულელეს როგორც ამბობდა ეხლა მე პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე გადმოვიტან ამას პოლიტიკური თვითმკვლელობა ნებადართულია და მივცეთ ქართულ ოცნებას ამის შესაძლებლობა ვინ ლაპარაკობს პოლიტიკურ თვითმკვლელობაზე მარგინალი ტიპი რომელსაც მივცეთ შესაძლებლობა ვიცი ხელს მოიწერთ ანუ რაღაცაზე ამბობს რომ ეს იქნება მათთვის პოლიტიკურ თვითმკვლელობაო და დავაი ხელი არ შეუშალოთო ჯერ ეს რისი ხელი შემშლელი არის მაგას თვითმკვლელობაზე მე მგონია რომ ნიკა გვარამიასთვის ჩვენ რო შეგვეშალა ხელი თავის დროზე და გიჟი თავისუფალიას პრინციპით არ მიუდგომოდი საქმეს კაც მართლა გადარჩენა ჭირდებოდა არ შეიძლება ესე ირბინოს სულელივით როცა ეთერში იჯდა და ის სისულელეებს რო აკეთებდა რას ნიშნავს კაცო საზოგადოებას არა ერთ წუთი წამლავდა საზოგადოებას და რას აყურებინებდა საერთოდ რა აჯენდა რა დღის წესრიგს ქმნიდა ეგ ამაგის უფლება რო არ მიგვეცა ესეც მშვიდად იქნებოდა საზოგადოებაც უფრო დამშვიდობა ჟურნალისტიკაც უკეთესად იქნებოდა ჩვენ როგორ შეიძლება კაცო ვის აქვს უფლება რომ ადამიანს ესე ქრისტიანულად არ გაქვს შენ უფლება რომ თავი მოიგო მე ხოლმე მაგას ვამბობ მე ავადმყოფი კაცი უნდა გამოგვეყვანა გვემკურნალა რაღაცა მოუფერებოდით გვეთქვა რომ გაჩერდი შენი ჭირი სხვათა შორის აი მაგალითად შეშლილი ადამიანი სუსტი ფსიქიკის დასუსტებული ფსიქიკის ადამიანი რომ დაждდეს ეთერში სადმე როგორი მექანიზმი არსებობს სამართლებრივი რომ დიაგნოზის არსებობის შემთხვევაში და ჩვენ ამ თვითონ გვარამიასგან ვიცით რომ ავად იყო აი როდესაც სოციალურ პოლიტიკურ თემებს ეხება და როდესაც საკითხი ეხება თქვათ ანალიტიკურ გადაცემას, ნიუსებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ეს არ არის TikTok-ი და ლაივი და იქ ფრიკები რო ჩნდებიან, ეს არის ეთერი. რა უნდა კანონი იყოს რა. ხო, რა ვიცი, ხა ტაბლიაშვილი უნდა იჯდეს? ხო, თუნდაც. ხო, ნიკა არ ვიცით. ადრინდელი ნიკა გვარამია კაცო იხდიდა და ეს აკეთებდა და წამყვანები უნდა ვაბარებდეთ ფსიქოს. რატო არ უნდა ვაბარებდეთ? თუ მართვის მოწმობის გონა მხოლოდ ფსიქოს შემთხვევაში შეიძლება და დარწმუნდა რომ ძალიან ბევრი ტაბლიაშვილი ნამდვილად ვერ ჩააბარა. საინტერესო ეს ფსიქოს ჩააბარება უნდა დაემატოს მოგონი ამ ახალ კანონს. მოდი გავუშვათ ეხა ნანა ბუთხუზი რა. ვინ არის ნანა ბუთხუზი? ნანა ბუთხუზი. მერილ სტრიპის დონის სახიობი, კი ბატონო, გავუშვათ. არ ვიცი, შეიძლება რომ დამაპატიმრო ნიკ აი 7 წლით რო ჩამწვა ციხეში ვეღარ ვიქნებ პროფესიაში, ხო? იძულებით ანუ მხოლოდ მაგრამ მაინც არ წავა ეს პროფესია ჩემგან. იქ დავდგამ. იქ დავიწყეთ ამას. ანუ აი ეხლა ისეთი ეს პატიმრობის ამბები იმდენად აქტუალურია, წარმოვიდგენ ხოლმე ჩემ სახეობებს ხო გვაქვს ეგ უნარი, რომ წარმოვიდგენთ ჩვენ თავს იმ მოცემულობაში რა. აი რა მე რას ვიზამდი ეგეთ დროს რა. თორსა ისეთი სურათი დამეხატა ეკა რომ აი პირდაპირ დავინახე რომ აი კატასტროფულად აუტანელი ხდები იქ იმათთვის და აი პირდაპირ ოღონდ ეს მოგვაშორეთ აქედან და აი გამოგაგდებენ აქციაზე საოცრად აი მე რა მაგარი ანუ გააჩერე ციხი არის რთულად დასაძლებელი ბავშვების სკოლა
ხო, მაგრამ მართლა ეგეთ წარმოდგენა აქვს. შეხედე ეს შეიძლება მართლა რომ ჩასვან იგი ქალთა კოლონია კიდე სხვა საკითხია, მაგრამ ამათი ყაიდის კაცები ვერ ჯდებიან, თორე ესენი შეიძლება ჩასვან. არა, ქალთა კოლონიაში არის წესრიგი კაცი. ხო, მე სუბკულტურა არსებობს. ეს მოერგება რაღაცა. ნუ ვერ მოერგება. ეს ცუდი სახელით შევა. ისე ქალთა კოლონიაში, ქალთა კოლონიაზე საერთოდ ნული წარმოდგენა მაქვს. მე ვაფშე არსებობს გარკვეული წესრიგი არსებობს პატიმრებში. წესები ყველგან არსებობს, პირველ ყოფილ ტომებში არსებობს, მაგრამ ხო, აი ესეთი ადამიანები, რომლებიც უყურე რეჟიმს აუტანებლად რა სუბკულტურა რა შუა შეერთ ქალთა კოლონიაში არის სხვა სუბკულტურაა, სხვა სუბკულტურა შეიძლება. არის ქალურ პატიმრული სუბკულტურა არსებობს. ეგ რა თქმა უნდა, ხა, არა, ეგ ურდულს არ ვიძახი კაცო. ხო. ქალურ პატიმრული მიახლოებულია უყურე. ეგ ყველა ინსტიტუცია და მით უმეტეს რა ციხეს ხო, არა, უბრალოდ სადმე არსებობს ციხესა და თავის წესები. ჯერჯერობით ამას ოცნებას არავინ არ შეუსრულებდა, 7 წლით არავინ არ გაუშვებს. ეს ვაფშე რატო უნდა გაუშვა? ქვას თუ ესვის ვიღაცას კი ბატონო, შეისრულოს ოცნება, აიღოს ქვა და ესროლოს. არა, ეს ვაფშე რატო უნდა გაუშვა ციხეში? არა, ეს აქტიურობდა აქციებზე. აიღოს ქვა და პოლიციელს ესროლოს. მერტმა დაიფაროს ახლა არ გააკეთე. დევდარიანი და ლევან სანიკიძე. ლევან სამუშია არ გაუშვა? ლევან სამუშია მე გავუშვი. მაგარი კაცია. ლეილოსთან არ ჭრისო. დისპეჩერი კაცი. ლეილოზე გამახსენე, გეგელს ქონდა დღეს ძალიან მაგარი გამოსვლა, მაგის გაშვება არ დაგვაუწყდეს. გეგელის გამოშვება გაქვს. თეიმურას გეგელს. კი ბატონო. გეგელი დაუძახოთ ბიჭო. არა, მე თეიმურაზე მინდა. ბრინკა ეს გეგელი. ბრინკა გეგელი. თეიმურას გეგელი. ლევან სამუშია. მე არ მსმენია რომ რაღაცა კონკრეტულ საკითხთან მოდი დავждე და ვილაპარაკოთ. მე ვიცი ერთი წუთით მე ვიცი ულტიმატუმები, რომელიც მესმის არც ახელი და გვარებზე არ მინდა შევყვედა იმას. ულტიმატუმები საუბარი. ვისთან და ლელო ძლიერს საქართველოსთან არ ჭრის. ულტიმატუმები არა. ულტიმატუმები არ შეიძლება. შესაძლებელია რომ ჩემი პოზიცია და თქვენი პოზიცია დაახლოდეს, როცა ეს სხვადასხვა გაბრაზებული დისპეჩერია. რომელიღაცა მიმართულებს, ხარაგაულის მიმართულის ავტობუსი აგვიანებს გასვლას და გამოვარდა და ულტიმატუმები მელაპარაკებია. კაცი, მართლა იმენა კაცია. კაცი სხვადასხვა თქვა. კაცი. აი იმენა. გეგელი მიაყოლე ამას. თან როგორ თქვა, არა, ეს ნახე რა გაზზე არიან, შენ არ ვიცი გაქვს თუ არ ნახე, მაგრამ ნახე რა გაზზე არიან. გექსობლანდელო. ნახე ხა რა გაზზე. გავშით. გეგელი მიაყოლე ამას. თან როგორ თქვა, არა, ეს რა გაზზე არიან, გააჩერეთ. სანამ გახსნით მიქშერს უნდა მითხრათ, მუშაობს თუ არა ლინკი. ხვდებით ხმასთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში გეუბნებით, აწი გაითვალისწინეთ. ხო გასაგებია. იმ არხზე სოლოს დააჭირეთ და მოდის თუ არა ხმა, გაიგეთ. მე დილი 6 წელია გადაცემა ეთერში. თუ არ ვიბრძოლეთ და თუ არ გავანგრიეთ შუბლით, არაფერი არ იქნება. გესმის ბიჭო, აბანო, ჯაგერნაუტი იმენა შუბლით უნდა გაანგრიოს. ეხა მე რაც მებრძოლია. სხვა შორის საქართველოს აი ცოტა რთული პროცესები მიმდინარეობს. გეგელია იმუქრება რომ შუბლით უნდა გავანგრიოთო, იქით გედევან პოპხაძე ამბობს, მეტყვიას არ გავისრიო, მაგრამ ეგ ნათქვამი ხო ვინც იცის ნართაულია ხო? ვინც იცის გედის შესაძლებლობა, ეგ ნათქვამი უკვე ნიშნავს რომ გედი გასროლებულია იარაღით. თან ბარაბნიანით და მტრისას არ ეშინე. ნაგანიც არ არიდება. ნაგანიც ხელი და ყველაფერი მზადა. მაუზერი. კი, მაუზერი და მოკლედ რა. არა, თავი უნდა გავანგრიოთ. რა, კედელს და ტყვიას შუბს უშვერენ რა. არა, საშიში პროცესები. ლიერები არის. მე მგონი აყვავდა და აფუვდა რაღაც. გეგელია ბიჭო, ძალიან. რაღაცა ჭდილში რო შვებიან ადამიანები ის აყვავდა და აი ესეც ნაკელი ესე ვთქვათ კი ბატონო აყვავილდა და აფუვდა და რაღაც შეტევაზე არიან გეგელიას ქეთი დევდარიანი გაუშვათ ქეთი დევდარიანი არსებობს კი ცოცხალი აბა ვნახოთ რა ქეთი დევდარიანი რატო არ ჩავიდა იმ დანოსების ჩასატანად ინგლისური კარგად იცის და იმით თან არ იცის ამ სტანდარტით ყველაზე კარგად ვინც იცოდა ლაჭა ბუხაძე გაუშვეს მე გერმანული ვიციო ხო თაუდენთ ინგლისურზე არ დავდიოთ გერმანული თუ თაუდენთ გაუშვით აზრი ყველაფერს აქვს პროტესტსაც, მაგრამ ჩვენ მოსაფიქრებელი გვაქვს, როგორ უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან, იმიტომ რომ არც ჩვენი და არც დასავლეთის აზრი მათთვის არ არის ფაქტორი. ფაქტორია მხოლოდ ის, რომ შიგნიდან უნდა იგრძნონ წნეხი და ეს წნეხი ჩვენგან და დასავლეთისგან წამოვიდეს, უბრალოდ უწუპუწუები არ ჭირდება. უწუპუწუები არ ჭირდება. სხვათა შორის, ნუ
მოდი შევთანხმდეთ, რომ დღეს ეს ფრიკები ვინც გაუშვით უმეტესწილად ვინც ყავს ესეთი რა ქვია მთავარ სასტავში ეს არის გამორჩეული მათ შორის ეს ქალი უფრო მაღალ ორგანიზებულია ვიდრე ის სულელები ხა ლევან სამუშია გოგელი ვერ ვიტყოდი ასე მაგრამ შენ არა ეს რაღაცა სწორ პოინტებს რა თქვა ჩვენი აზრი არ არის ჩვენი აზრი აბა მაშინ თუ ესენი ფეხები კიდე შინაზე წულა როგორ უნდა გააკეთო ხო და მაგაზე ლაპარაკობ თავზე წინააღმდეგება არა ის სწორი პოინტი ქონდა რა ამათ ჩვენი აზრი სუცავ ფეხზე კიდეა შიგნიდან უნდა იყოს წნეხიო და შიგნიდან უნდა იყოს წნეხი როგორი ხალხიო თორე ჩვენი ფეხებზე კიდეა ჩვენი ნახე ხალხზე კი არა ამან თქვა რომ ოცნებას ვაფშე არ აინტერესებს ჩვენ ვაფშე ერთიო ევროპელები რაც დაწერენ მაგრა ფეხებზე კიდეათო და ჩვენცო ჩვენ ხო საერთოდ და ხალხს ფეხებზე ხალხს რო კიდეა ფეხებზე მაგიტოა კიდე განსაკუთრებით და თქვენ ვერ შეძელით ამ ხალხის კონსოლიდაცია და მობილიზაცია უიმე გიგაბოკერია დაეჯახა ლელოს სერიოზულად чужой против хищника вот слаб вариантებში გაუშვით ლელოს საქციელი განსაკუთრებით აღმაშფოთებელი არის, იმიტომ რომ პლატფორმის გაწევი რატო ლელო ამბობს მხოლოდ მივსჯელო თუ ამას გთავაზობ. არა, გავიგე, ოღონდ. პლატფორმაშია ხო არიან? ამ პლატფორმაში იყო მსჯელობა და იმ ფორმულირებაზე, რომელიც შემდეგ პრეზიდენტ ზურაბიშვილმა წაიკითხა, მოხდა შეთანხმება. და იმ ფორმულირებაში იყო მკაფიო პოზიცია, რომ თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ მაშინ არის, ასე ვთქვათ, სასურველი თუ ის საპარლამენტო არჩევნებთან ერთად ტარდება. რატო? ეს იყო კომპრომისული ვერსია და თუ ამის წინააღმდეგები იყვნენ იქ უნდა ეთქვათ ეს ყველაზე ამ ვითარებაში ამ პროტესტთან მიმართებაში პოლიტიკური პარტიების მხრიდან რაც შეიძლება მოხდეს არის ხედავთ ძალიან დიდი რასკოლია დაეჯახდნენ დიდი ფული არის არა ნუ ეს საწოდავია დაჯახებული თამარა ჩერგოლეიშვილი მაინც ახერხებს თვით აქტუალიზაციას ოღონდ თვით აქტუალიზაციას დაჯახებულება რეზოლუციაში ამას გონია რომ კიდე ვინმე თulis ამას კომპეტენტურად პოლიტიკოსად ხო თორე თამარამ აუწყო ფეხი ყველაფერს კლოუნია ხო კაი კლოუნია PVP ბეტლები აქვს ძალიან მაგარი რაღაც იდიოტობა ფანჩები ანუ თამარა თვით აქტუალია აიფეთქებს თავს რაღაცა დაწერს რომ ეროტიკი კლოუნი ხო სამი ფეხსაცმელი მაცვია ორის მაგიურად და რაღაც გადმოვარდი მაგიდიდან კი ხო საათს ვერ ვცნობ და რაღაცა დებილობებს მარჯვენა და მარცხენა მეერევა და რაღაცებს მანქანაში უკან ჩავჯექი და არ წავიდა მაგრამ მეგონა რომ გაფუჭდა ხო და თამარა ახდენს თვით აქტუალიზაციას და რეზოლუციაში ნახეთ თავარი მოწოდება ერთ-ერთი რა ამ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის რომ ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები გამოიყენოს ბრძოლის მეთოდად. კი, მოუწოდა ორი დღე არის გასგეუბნებოდი აბა. ხო. რომ ეს არის გარე დავალება იმის რომ ოპოზიციის დივერსიფიკაცია მოხდეს, ანუ უკვე გარედან ღიად ამბობენ რომ კი ჩვენ გრთავთ ნებას თქვენ შეხვდით ამათ პახოდ არა ხო და ეგ ანუ აქ უნდა გაიყოს ველი ყველა ნაცები არა ყველა ლოგიკით ართავენ ნებას იმიტომ ყველა ნაცები არ არის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს რატო ართავენ ნებას ისი რომ თქვას რომ მივიღოთ მონაწილეობა აი რაც ბოკერია წინააღმდეგობის პლატფორმა ხო არის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ვიღაც პლატფორმა ხო გამაერთიანებელი იმას რატო ართავენ ნებას რომ გამოვიდეს და თქვას არა მივიღოთ მონაწილეობა რატო ართავენ რა ლოგიკით დაყვეს და ხო მაგაზე კიდევ რა ლოგიკით დაყვეს ცალსახა არის რომ ეს დაყოფა მოხდა დავალება ეგრე დანაწილდა რომ უნდა შეიქმნას ორი ჯგუფი ერთი რომელიც არჩევნების გზით იჩალიჩებს რომ რაღაცა ქნას და მეორე ჯგუფი რომელიც ამას დააბოიკოტირებს ორი ჯგუფი დასუსტდება ამით იცი არა რეალურად ორივე დასუსტდება არა მან იქნება მთავარი რისი გარდატეხაც ახლა ამათთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ ვართ ერთი სანაცეთი, ერთ ქვაბში მოსახარში ოპოზიცია, ჩვენ გვაქვს აი ამ დონეზე განსხვავება ერთმანეთთან. ანუ იმათა საბოლოოდ დაადეს ამათ, ვინც იღებს მონაწილეობას, მაგას ჩივის ზუსტად ბოკერია, რომ აი იმ სასტავმა, ლელომ და კახარიამ დაადო ამ პლატფორმას და გაცეთ რა თქმა უნდა, გასაგებია. ლიაკა ხოშტარია. დღეს შექმნილ გაუგებარ ვითარებაში, გაუგებარი განცხადებების ფონზე, რომელიც კეთდება ჩვენი პარტნიორი ზოგი პარტიისგან, ვალდებულად თავს, რომ დამატებით გავაკეთო განცხადება. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში დღეს მონაწილეობა ეს არის რეჟიმის ლეგიტიმაცია. რუსული ძალადობრივი რეჟიმის ლეგიტიმაცია. გააჩერეთ, ეს ვინ არის? ეს არის წინააღმდეგობის პლატფორმა. ეს წინააღმდეგობა. ნაცები არ არის. ეს არის წინააღმდეგობა. გასაგები. ანუ უყურე ისეთი ტიპი, ანუ გვარამიას ვერ იტყვი რომ ნაცი არ არის. შესაბამისად გვარამია ჩდება ბოიკოტი. ნაცები და გვარამია არიან აქეთ, ვინც უარს ამბობს არჩევნებზე. ეს გვარამიასთანაა.
ეს გვარამიასთან. ეს ახალია ზაო. ჭაფარიძე. ხო, ზურა საჯდომთ მოუბარი ეს და გვარამია მელი. დღეს თია წულუკიანმა მე მგონი თქვა რომ ბოკერიას დაიბარებენ. უბრალოდ ბოკერიამ თავად გამოთქვა მართლაც. მე ბოკერიამ თქვა რომ არ ვაპირებ ისლას. ნუ მაშინ გასაგებია ბოკერია. კუდი გორის გზას გაუდგება. ბოკერია. ვაფშე მაგარი მეთოდია. თქვენთანაც აქვს კითხები. კაია, კაი მეთოდია. მაგარი გოიმობა დაუჭირეთ. მაგრამ ისინი გამოძვნენ. ვაშკა და თაღლითები, ხო. გადაიხადეს გირაო და ხო, გამოძვნენ ვაშკა. შენი მოსატყუარი ტკვილი. და თუ იხდი გირაოს ნიშნავს რომ მიხვედი. რა თქმა უნდა, აღიარე. ხო, აღიარე რა. ბარემ მიდი შენ. ბარემ მიდი რა. შომოაწყდა. ხო რა, ბარემ მიდიტო. რა, ჯიგარი ხარ. კაი, ლევან სანიკიძე, გუბაზოვიჩი. გულბოზი, ჯუნიორი. პანაში არ არის ექსპერიმენტების დრო. ჩვენ გარეშე რამე შანსია აქვთ? ხუთიანის და ოთხიანის გარეშე. ერთი სამი განვიხედა. სანამ ამას იტყოდა, რომ ხუთიანის და ოთხიანის გარეშეო. ლევან სანიკიძე რომ ჩვენ გარეშე რამე შანსი აქვს, არ არსებობს სამყაროში კონფიგურაცია, რომ ამის გარეშე შანსი არ ლეგიტიმური იყოს ეს. ვაფშე რამეზე, აი გინდა ყვავილზე იყოს ლაპარაკი, გინდა მცენა, გინდა ნებისმიერ ცხოველზე, ადამიანზე, ვაფშე ჯგუფი. არ არსებობს საგნების ჯგუფი, ადუშულინი თუ ნიადუშულინი მიშლობა რა, რომელსაც ეს ჭირდება რომელსაც ამის გარეშე შანსი არ აქვს. ხო, ეს არის გასაზრველი, ხო. ამის და მამამისის გარეშე რომ ანანისტების ბანდის მაგალითად და რა ვერ არის იანანისტები ამად გარეშე ეს ხო ძალიან ცნობილი რაღაცა საქმე რა შეიძლება ჩავარდე არა აი ეგეთი საქმე რა საქმე შეიძლება ჩავარდეს ამად გარეშე საქმე არ არსებობს არ არსებობს ვაფშე აი შეიკრიბნენ ანალისტები და ერთი კარგად ხდა არა 20 კაცი და ამას კოუჩი ჭირდება არა თამზახებელი უკეთეს კოუჩი უკეთეს კოუჩი შოუ არა შენ მაგრა იცის რა იცი არა ბრატ არ არსებობს არა აი მეთოდებით მაგრამ ისე თქვა რომ ხუთიანის და ოთხიანის გარეშეო ბოტკოველი ვინ არის აი ბოტკოველი ის არის რო არ ჩანდა ამდენ ხა რო გამოსდა მაინტერესებს რა თქვა აი მოაშორე. შეიძლება საერთოდ არჩევნებზე შესვლა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლების გადადგომა. გასაგებია, ესე იგი, აქ ნელ-ნელა წირდება ჯახი რა. ოპოზიციას, შმოპოზიციას და შმაპოზიციას ჯახი. ანუ შენ ესეც დადგმულია? ამდენი ტვინი არა აქვს. ამათ არა აქვს, კაცო. ამათ რა თქმა უნდა არა. თეორიაში შედგა. შენ ჯერა მაგის, რომ რაღაც დაალაგეს, ამას ის დავალება მისცეს. ბაჩორს უფრო მჯერა მაგ თეორიას. ნელ-ნელა უკვე მივიდა. რომ ამ ოპოზიციას ესე უთხრეს, ამას ტვინი რო არ აქვს, მაგიტომაც არ იყო ხაბეს მოადგილე. ხაბეს მოადგილეს არ შეიძლება. ბიჭო, ესაა კაცი, რომელმაც თქვა, რომ იმაზე რა ქვია, კეზერაშვილზე BBC-მ რო გააკეთა დოკუმენტური ფილმი რომ მისტერ ოფშორია რომ ეგო კოცნების შეკვეთა იყო რომ გადაეფარათ ბაობაბების სკანდალიო არა რიკოთის საკითხი რომ გადაეფარათ რიკოთში არა ბიჭო რიკოთზე რაღაცა ჩამოწვას ვავი თუ თუ არ გადაიკეტა განცხადება და რიკოთის თემა რომ გადაეფარათ მე ბაობაბების თემა ვთქვით რომ ბაობაბებიც იყო მაგრამ რიკოთის თემაც იყო მოდი ხატია დეკანოიძე გავუშვით ხაცონ მანდელ ვფიქრობ, რომ აქ მთავარი არის ერთი რამ. ის რისკი, რომელიც აიღეს ამ ადამიანებმა, ეს რისკი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კონტექსტში, რომ გაუტეხლობა, შემართება, მედეგობა არ მედეგობა. თქვენი ხატია პარლამენტში. თქვენი ხატია პარლამენტში. ზურა კონტექუბანეიში. დილისარი გაუტეხლობა, შემართება, ვაშკაცობა. მედეგი პატიმრები. და ბიჭო, ამათ ეგ სადღეგრძელობა არც უხდება. სადღეგრძელობები არც უხდება, იმიტომ რომ ნაც როგორ შეიძლება სადღეგრძელობა უხდეს რა და რაღაცა ისე ნაც უხდება აგენტობა. აგენტობა ჭირულად არ თავს მოგაჭამ. კი. სულ ამოხდი და რაღაცა არ გაგრიხილავს პიტეკანტროფი ხაბეშვილს განცხადება რომ წულუკიანს თავს მოვაჭამს. ფერებს ვერ მოაჭავს ეს და წილუთიაც კიდე აქეთ დედას უტირებს რა თქმა უნდა. მაგრამ თავისთავად განცხადება როგორია. ვერაფერი ვერ მოიგდა. დებატებში მოუგებ სიცხეს ვაჭმევ, სააშკაროზე გამოვიყვან, თავს მოვაჭამ. იმიტომ რომ მარტო ეგ. მაგ იცის. მაგისთვის კუგი ეგ არის, რომ დაპირისპირებულ. მაგარი თქვა. დაპირისპირებულ ადამიანს აბა რა უნდა უკნა. დავანახებ თელ სოფლიოს რეჟიმის სახით. მივა და მარტა რა მივა თავს მოვაჭამ. მოკლედ ჩვენ მაგრა გავატრენდით.
შევხედეთ აგენტობა მე მგონი რა, მაგრა უხდება აგენტობა. ორივე ვაფშე აგენტობა. ანუ ეგ წინადადება უთქვია. როგორ არის? რის გადაფარვას ცდილობენ BBC-ს მასალით? ჩაკეტილი რიკოთის უღელტეხილის და ბაობაბების საქმის. შენი დაჭერ. აი ბედნიერი. კაცი ყოფილი. კაცი აბედნიერი. ზული გამონათქვამით გეშტობებ თვალა. აიო ძანებოდი.